ეს არის Essence-ის ახალი სტიკ ტონალური, რომელიც სულ ახალ-ახალს გამოიტანეს ბაზარზე 15 სხვადასხვა ფერში, 5 ევრომდე ხის. მოცულობა არის 10 გრამი, გახსნიდან 18 თვე აქვს და ვეგანური ფორმულაცია. ჩემი ფერი არის 130 ნომერი. როგორც წესი, არ მიყვარს ესე პირდაპირ სახეზე პროდუქტების დატანა, მაგრამ იდეა ის არის, რომ ძალიან კომპაქტური, ძალიან პრაქტიკული, სწრაფი გამოყენების სტიკი უნდა იყოს, ამიტომ მოდით ესე დავტესტოთ, რადგან იდეა ეს არის. ამ მხარეს მოდით ფუნჯით დავიწყოთ. ქვეშ მისვია მხოლოდ პურიტოს აზიური სენტელას შრატი და Beauty of Joseon-ის მზისგან დამცავი, რადგან ძალიან კრემოვანი ტექსტურაა. ბევრი პროდუქტის დატანა არ მინდოდა დილის რუტინაში სახეზე, ძალიან კრემოვან პროდუქტებს ქვეშ კიდე დიდი რაოდენობის სკინქეა არ უყვარს, თორემ იოლად შეიძლება რომ აიქერცლოს. ამბობენ რომ საშუალო დაფარვა აქვს და კი, სუბუქიდან საშუალო დაფარვამდე. სვათაშორის ჩემი კანის ტონს იდეალურად მოერგო 130, მე ვარ ნეიტრალური ქვედა ტონის. თქვათ ერთიან ფერში მოიყვანა კანი, ჩემს ხალებს რა თქმა უნდა ისედაც ხედავთ, ოდნავ სიცითლეებიც ჩანს, ნიკაპზე ვნახოთ, კუთხეებში როგორ დაჯდება, ეგ საკმაოდ მნიშვნელოვანი ამბავია. როგორც ხედავთ, ძალიან მარტივად ითქვიფება. საკმაოდ მსუბუქი დაფარვა აქვს, ოდნავ ლაქებს ისე ხედავთ. მოდით აქეთ მხარეს თითებით გავთქვებ, რაც ძალიან არ მიყვარს მაკიაჟის დროს თითების გამოყენება, ჩემი ფავორიტი თემა არ არის, მაგრამ რადგან ძალიან პრაქტიკული და სწრაფი გამოყენების სტიკი უნდა იყოს. ცოტა მზეზე გამთვარი პლასტმასის სუნიკი ასდის, მაგრამ ოკეი, ცხვირზე სიცითლეები ნორმალურად დაფარვა, ერთიან ტონში მოიყვანა სახე, რაც ასე ვთქვათ, ყოველდღიური სუბუქი დაფარვისთვის. იდეა ზუსტად ეს არის ამ პროდუქტის, რაღაცა 16-24 საათი და სტრაცები, სადაც არ აწერია ზედ და ხდის გულისთვის 16 საათი, სადაც მოიქნებით მაკიაჟით სახეს. ასე გამოიყურება ფერი ხელოვნური განათების გარეშე. პუდრს არ ვიყენებ, იმიტომ რომ ხა პუდრათი თუ დააჯენ და ბეიკინგს გააკეთებ, ეგ ყველაფერი რჩება სახეზე. მე ხა ბიბლიოთეკაში მივდივარ და რამოდენიმე საათში გაჩვენებთ და გეტყვით, როგორ გამოიყურება ყოველგვარი დამატებითი პროდუქტების გარეშე უშუალოდ მხოლოდ სტიკი. ოკეი, 3 საათის შემდეგ ასე გამოიყურება ჩვენი სახე. ნიკაპზე და კონტურთან რა თქმა უნდა ცოტა უფრო მეტი გადავიდა, სნეკი მქონდა თან და რა თქმა უნდა. თვალების ქვეშ ეს კონსილერი არ არის, ამიტომ ახლა მან განსაკუთრებით შეფასებებს არ მივცემ. ცხვირზე სათვალე რა თქმა უნდა გვეტყობა, თუ პუდრას არ გამოიყენებ, ეგ რეალურად ყველა ტონალურთან ეგრეა. შალი მქონდა ყელზე, ამიტომ აქ ვგრძნობ, რომ ოდნავ მაინც თითქოს ბოლომდე არ შრება პროდუქტი, ანუ თავისით ვერ ჭდება. პუდრა გჭირდებათ თუ გაქვთ ის მომენტი, რაღაცა შალი და თეთრი რაღაცა გაცვეთას და ასე შემდეგ არ გადავიდეს. სხვა მხრივ 5 ევროსთვის მართალი გითხრათ, სულ შეფასებას ვერ მივცემ. ეს იყო პირველი შტაბეჭდილება. თვის ფავორიტების ვიდეოში YouTube-ზე კიდევ ერთხელ დეტალურად გესაუბრებით აუცილებლად.